მე ვარ ანა გორაძე 7 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა და თამაში. უფრო მიყვარს თამაში. ჩემი საყვარელი თამაშია წრეში ბურთი. არ მიყვარს ფრენბურთი. იმიტომ არ მიყვარს, რომ არ ვითითამაში. მაგიტომ კიდევ ხოლმე ვთამაშობ თოჯინებით. სახლში მყავს დაახლოებით 100 თოჯინა. ჩემს საყვარელ თოჯინას ქვია ტაცო. ლაპარაკობს ტელეფონი აქვს და არ მაბრაზებს. ყველაზე ხშირად ვთამაშობ თოჯინებთან ერთად დედაშვილობანას. სკოლაში დადიან, მაგრამ ზოგჯერ ცივდებიან. ექიმს არ ვეძახებ და მე თვითონ ვკურნალობ. ნებსის გაკეთებაც ვიცი და წნევის გაძმევაც. ჩემი აზრით თქვენ გაქვთ 100 წნევა. მე ასევე მიყვარს ხატვა. დედას ვუყურებ ხანდახან რომ ხატავს და იქიდან ვსწავლობ. დედიკო მხატვარია, ოღონდ არ დადის ხატვაზე. მე ვაპირებ ხატვაზე შესვლას. არ ვიცი ჯერ ჩაწერილი ოღონდ პასუხი არა ჯერ მეხებული. მე ვიცი ბალახის ხატვა, ყვავილების, სახლის და ცის. ღრუბლებისაც და მზისაც. ყველაზე ძნელია პორტრეტის დახატვა. ყველაზე ადვილია ბუნების დახატვა. მე ახლა გასწავლით ბუნების დახატვას. ეს არის ბალახი, ეს არის ყვავილი, ეს არის სახლი, ეს არის ცა, ეს არის მზე და რაც მთავარია ღრუბლები. ჩემი საყვარელი ფერებია წითელი და ვარდისფერი. არ მიყვარს მუქი მწვანე, იმიტომ რომ ნახატებს არ უხდება. მე მინდა გავყიდო ჩემი ნახატები. თითო ნახატი ეღირება 20 ლარი. ერთხელ ყურლაბაში შევაგროვე 200 ლარი. მე როცა ფული მაქვს, ვყიდულობ ტკბილეულს. ჩემი საყვარელი ტკბილეულებია სნიკერსი და შავი ნაყიდი. მე რო გავიზრდები, ხელფასი მექნება 100,000 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიყიდდი სათამაშოების მაღაზიას. მე ვაგროვებ ნახატებს და სახლში მაქვს 20 ცალი. ერთი გამომივიდა განსაკუთრებით ლამაზი. ცალის და სხვა. მეტი აღარ მახსოვს. ეს ნახატი გადავიხატე ტელეფონიდან და ძალიან კარგი გამომივიდა. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე სასწრაფო დახმარების ექიმი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ბავშვები მეთამაშებიან. გაკვეთილებზე რამეებს ფანქრებს მთხოვებენ და კიდევ რაც დამჭირდება, იმას მაძლევენ რა. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ნინა. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და ნუცა ართმელაძე. ყველაზე მშვიდია მეორე ნუცა. ყველაზე ბედნიერია ჩემი მეგობარი ელენე ბაკურიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, კეთილი და საყვარელი. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია მანო დევაძე. იმიტომ რომ აი რატო მეფერება მკოცნის თვითონაც საყვარელია. ახლა მინდა რომ ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ მარტო დავდიოდე მეგობრებთან. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია და ძმა. კიდე მინდა მყავდეს 2 და. ჩემი ძმა არის 16 წლის და ჰქვია სოსო. ის არის ბედნიერი, ზოგჯერ ჭკვიანი, ზოგჯერ ბედნიერი და ზოგჯერ ბრაზიანი. ზოგჯერ მიშლის ნერვებს და კარებს მიკეტავს. ჩემი აზრით სოსო რომ გაიზრდება, გამოვა კაპიტანი გემის. მამიკო არის მშრომელი, სიმპათიური და კეთილი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, მოსიყვარული. მეც ლამაზი გოგო ვარ და მიხდება გაპრანჭვა. მე ვიპრანჭები ასე. ვისმევ პომადას, რუმიანას, კიდევ თვალებით ჩრდილებს, კიდე თმას ვივარცხნი და კიდევ კაბას ვიცმევ. ზოგჯერ ვიცმევ დედიკოს ნაჩუქარ მაღალ ქუსნიანებს. როცა ვიპრანჭები, ყველაზე მეტად უფრო მიყვარს აკასთან სტუმრობა. აქ არის ჩემი საყვარელი ბიძაშვილი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 1 წელია ცეკვა მტრედებში. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. ესეთია.
უკვე ორჯერ მქონდა კონცერტი. უფრო მეტად მომეწონა მეორე, იმიტომ რომ ბევრი ხალხი ესწრებოდა. ეს კონცერტი ჩატარდა საზაფხულო თეატრში. მე ასევე ვუკრავ ფანდორზე და მიყვარს სიმღერა დღესაჭარის სტუმარი ვარ. დღესაჭარის სტუმარი ვარ სიხარულით მისგეს გული მას მიძელო და უკარი სიმღერა მაქვს ხიარული ჰოინანი და ნანა ოჰოინანი და ნანა ჰოინანი და ნინაინანო და უაროთ განდაგანა ფანდურის გარდა მინდა ვუკრავდე გიტარაზე. ზღაპრის გმირებიდან მე ვგავარ პრინცესა ელზას. ჯადოს მიჯოხი რომ მქონდეს გავაჩენდი გემს და ვაჩოქებდი ჩემს ძმას. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი დედასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტყუებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით, ყველაზე ცნობილი ადამიანია ხვიჩა კვარაცხელია, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ბედნიერება არის თოვლის მიხლა და დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.